ნორვეგიის კონტინენტური ნაწილიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ტრენა. ეს მცირე არქტიკული არქიპელაგია, სადაც 459 ადამიანი ცხოვრობს. და ეს რიცხვი მუდმივად იკლებს. კუნძულ სელვერზე 50 კაცია დასახლებული. აქვე ბინადრობს 100 ცხვარი. ნიდერლანდელი ინჟინერი თეის დესვარტი აქ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა ფერმერი გამხდარიყო. ადრე ცხვარი ყველგან იყო, ბალახს ძოვდა და კუნძულს სარეველა ბალახისგან იცავდა. მაგრამ ზოგიერთმა მოსახლემ დატოვა კუნძული, ზოგი პენსიაზე გავიდა და დანარჩენი ფერმერებიც გაქრნენ. აქაური თემი კრახის წინაშე დგას. მოსახლეობა სწრაფად მცირდება. ძალიან რთულია აქ ბავშვებთან ერთად ცხოვრება. რთულია სამსახურის პოვნა. გამოდის რომ თავად უნდა შექმნა საკუთარი სამუშაო. ტრენის მერი ტრონდ ვეგარდსლეტენი ამბობს, რომ მოსახლეობა აქაურობას მომსახურების დეფიციტისა და ტრანსპორტის არასტაბილური გრაფიკის გამოტოვებს. ნავებისა და ბორნების რეისს ზოგჯერ აუქმებენ, რის გამოც ადგილობრივები გარე სამყაროსგან მოწყვეტილად გრძნობენ თავს. გსურს ჩვენი ტრანსპორტი მაშინ მუშაობდეს, როცა გვჭირდება. გვინდა მაშინ ჩავიდეთ დიდ ქალაქში, როცა საჭიროა. საზოგადოება იცვლება. ძალიან რთულია თავის გატანა მცირე თემში, როდესაც იქამდე მისვლაც კი დიდი პრობლემაა. Når det oppleves utfordrende å reise til og fra. კლიმატის ცვლილების გამო ამინდი სულ უფრო ექსტრემალური ხდება და ხშირად კუნძულებს შორის სატრანსპორტო ხაზებს ჭრის. არა და ამინდის მხოლოდ 1 ან 2 დღის პროგნოზით უნდოდა. დღეს გაგვიმართლა. ქარი ჩადგა და ტრონდ ვეგარდმა შეძლო ჩვენი ნავით წაყვანა სელვერიდან ტრენის მთავარ კუნძულ ჰუსეიაზე. არქტიკულ წრეში მდებარე ტრენის არქიპელაგი ამ რეგიონისთვის ჩვეული პრობლემების წინაშე დგას, როგორებიცაა მოსახლეობის მკვეთრი შემცირება, კლიმატის სწრაფი ცვლილება, ცენტრიდან შორს წული ინფრასტრუქტურა, ტრადიციული მრეწველობის დარგების შემცირება და კიდევ ბევრი სხვა. კლიმატის ცვლილების გამო აქაურ აკვატორიაში მრავალი თევზი გაუჩინარდა. ტრენა ვეღარ ეყრდნობა მეთევზეობას, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. მრეწველობის სხვა დარგებით ცდილობენ ამ დანაკარგის ნაწილობრივ შევსებას, მაგრამ ის კარგი დრო, როცა მეთევზეობით უამრავი ადამიანი თავს მშვენივრად ირჩენდა, ალბათ სამუდამოდ გაქრა. ალტერნატიული გამოსავალი თევზის მოშენებაა, მაგრამ ორაგულისთვის შადგმული ბადეები ზოგიერთ ადგილობრივს არ მოსწონს. ისინი ღელავენ, რომ ამან შესაძლოა დააბინძუროს სანაპირო ზოლი და ხედით წააღწიოს. არქტიკაში პატარა ქალაქები ხშირად ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგას. ეს პრობლემებია კლიმატის ცვლილება, მოსახლეობის შემცირება, ინფრასტრუქტურისა და სამუშაოს დეფიციტი. ბევრგან, როგორც მაგალითად ტრენაზე, საკუთარი საზოგადოებრივი შენარჩუნების გზებს ეძებენ, ოღონდ ისე, რომ ამას არ შეეწიროს არც მათი კულტურა და არც გარემო. ბოლო 10 წლის განმავლობაში ტრენამ თავისი მოსახლეობის თითქმის 10% დაკარგა. აქედან ოჯახები იყრებიან და მიდიან, როდესაც შვილები ადგილობრივ დაწყებით სკოლას ამთავრებენ. ზოგიერთი ახალმოსული ცდილობს აქაურ ცხოვრებას მოერგოს, მაგრამ სწრაფად ვერ მიდის. ტრენამ იცის, რომ თავის გადასარჩენად უნდა შეიცვალოს. ჩვენ მერს ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე გავუკრებით. კვლევრები ევროპული პროექტის გაგვაძლიერეს ფარგლებში სამწლიანი მუშაობის შედეგებს უზიარებენ საზოგადოებას. პროექტის კოორდინატორია მაიკენ ბიორკანი, ლუბლანის კვლევითი ინსტიტუტიდან. ცენტრალიზაცია ართულებს პერიფერიაში ცხოვრებას განსაკუთრებით არქტიკაში. ამ კუნძულზე მეტი ხალხია საჭირო. მათ დასაქმების მეტი შესაძლებლობა სჭირდებათ. აქაურობა უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის, რომ აქ მოვიდნენ და დაფუძნდნენ. ამიტომ შევიმუშავეთ რეკომენდაციების სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ამის მიღწევა. ერთი მთავარი რეკომენდაცია ტრანსპორტის გაუმჯობესებაა. ნავებმა დროულად უნდა იარონ, შორეული რეგიონიდან წამოსულ ადამიანს არ უნდა მოუწიოს ექიმთან დანიშნული ვიზიტის გაუქმება. მათ თავი არ უნდა იგზნონ მიტოვებულად და კონტინენტიდან გარიყულად. ტრენაში დარდობენ, რომ რაც უფრო ცოტა ბორანი ივლის, მით უფრო შეთხელდება მოსახლეობაც, რის გამოც პრობლემა დამძიმდება. მუნიციპალიტეტებიდან წასულ ხალხს ფულიც თან მიაქვს, ისინი აღარ ბრუნდებიან, ამიტომ საგრაფოს მუნიციპალიტეტს უჭირს ყველა მოქმედი მარშრუტის შენარჩუნება. მათი შენარჩუნება რთულია, მაგრამ ეს მიმოსვლა სანაპირო თემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა მუშაობდეს. თუ აღარ იქნება, ხალხი აქ ვეღარ იცხოვრებს. ტურისტების ნაკადის ზრდას შეუძლია ეკონომიკას დაეხმაროს, მაგრამ არქტიკაში ზაფხული მოკლეა. თანაც ამ პატარა კუნძულებს არ შეუძლიათ ბევრი ტურისტის მიღება. ისეთი ტურისტები რომ მიიზიდოს, რომლებიც უფრო შინაარსიან შთაბეჭდილებებს ეძებენ, ევროპული პროექტი ტრენას თავისი ისტორიის წარმოჩენაში დაეხმარა. ვიზიტორებს შეუძლიათ შტრიხ-კოდის დასკანერებით უფრო მეტი გაიგონ ამ განსაკუთრებული ადგილის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი სახე გქონდეს, რომ ისტორია მაჩვენოს თუ ვინ არის ეს ხალხი. აქაურებს არ სურთ საკუთარი თვითმყოფადობა რაღაც მეტისმეტად იცსა და კომერციულ შესწირონ. მათ ურჩევნიათ საკუთარი იდენტობა წარმოაჩინონ. ამ იდენტობის გაძლიერების მიზნით პროექტის ფარგლებში ყველაზე დიდი კუნძულების ახალი საჯარო სივრცეებისთვის ხელოვნების ნიმუშები შეუკვეთეს. ადგილობრივი ხელოვანი სონია ლანგსკიერი ქუჩებში ხატავს მიურალებს, რომლებიც ტრენის დაფარულ ისტორიას მოგვითხრობს. იგი ხატავს ერთ დროს აყვავებულ თევზის რეწვას, სცენებს ძველი ლეგენდებიდან და მარჯნის ფრიფებს, რომლებიც არქტიკის ცივი წყლის სიღრმეში ხარობს. დიდ კედელზე ვხატავ ყველაფერს, რომ ვაჩვენო ხალხს ის, რისი დანახვაც არ შეუძლიათ და დავაფიქრო იმაზე, თუ რა სიმდიდრეა ჩვენს ირგვლივ. ტრენა ცდილობს უკან დაიბრუნოს მოსახლეობა. აქაურები აშენებენ კულტურულ სივრცეებს, აუმჯობესებენ პორტისა და მუზეუმების ინფრასტრუქტურას. მათი მიზანია, რომ წლის განმავლობაში მეტ ტურს, კონფერენციასა და ბიზნესის სტარტაპს უმასპინძლონ. როგორც ვხედავთ, ახალი ქანდაკების დადგმასაც აპირებენ. ეს ქანდაკება ნორვეგიელმა მოქანდაკემ და არქიტექტორმა ჰოვარდ არნოფმა შექმნა. ადგილობრივებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს არის 4 ტალღა, რომლებიც დროსა და სივრცეს მოაპობენ და რომლებიც თავარ კუნძულზე ჩამოსულ სტუმრებს ნავიდან ფეხის ჩამოდგმისთანავე მიეგებებიან. სამყაროს ტალღები აკავშირებს, ეს ხომ მისი ენერგიაა. გაზაფხულზე გაიხსნება ახალი მდიდრული სასტუმრო ზღვის საოცარი ხედით. ტრენამ შესაძლოა მდიდარი ტურისტები დააინტერესოს, თუმცა ადგილობრივებს სურთ, რომ ამ პროცესს მათი ავთენტურობა და ველური ბუნების სილამაზე არ შეეწიროს. ხელშეუხები ბუნება ფრინველებზე დაკვირვებისა და ზოგადად ბუნების მოყვარულებს უამრავ შესაძლებლობას თავაზობს. აქ ეკომეგობრული ბიზნესიც იხერხებს, როგორიცაა მაგალითად ზღვის წყალმცენარეების მოყვანა. ანდერს ბუდე სანაპიროზე აგროვებს ველურ წყალმცენარეებს. შემდეგ აშრობს და კონტინენტზე მდებარე რესტორნებზე ყიდის. ეს კომბუა, რომლისგანაც წვნიანი მზადდება. ეს კი ტრიუფელის წყალმცენარე, რომელსაც სანელებლად ვიყენებთ. ანდერსის მსგავსად ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შორეული არქტიკული თემები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ შეინარჩუნებენ საკუთარ სულს, უნიკალურ იდენტობას, რომლის წყალობითაც ამ კუნძულებზე ხალხი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა. დიახ, ჩვენ გვინდა თანამედროვე განვითარება და ტურისტები, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე გვინდა რომ ეს იყოს ადგილი, სადაც მისვლა, ცხოვრება და დარჩენაც მოგინდება. დიახ, ეს არის პრობლემა. ევროპის არქტიკა კლიმატის ცვლილებების, ბუნდოვანი ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის საფრთხის წინაშე დგას. აქაურებმა ადაპტაცია უნდა მოახერხონ, რათა გადარჩნენ და ბედნიერად იცხოვრონ ახალ რეალობაში.